უწყვეტი პროევროპული პროტესტიდან 1 წლის თავზე, რომელიც ქართული ოცნების მიერ ევროინტეგრაციაზე ფაქტობრივი უარის შემდეგ დაიწყო, დედაქალაქში მასშტაბური აქცია გაიმართა. რუსთაველის გამზერზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. სიტყვით გამოვიდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები. მიუხედავად რუსული რეჟიმის, რუსული კანონებისა, რეპრესიული კანონებისა, დაშინებისა, დაჭერებისა, მიუხედავად ასობით პოლიტიკური პატიმრის, სინდისის პატიმრის, გაწამებიდან ასენი ადამიანის ჩვენ გავართ აქ რუსთაველის გამზირზე და ყველანი ერთად. ჩვენი განსხვავებების მიუხედავად დავხდებით ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაზე. და ეს არის ჩვენი ქართული, ევროპული, სამართლიანი, დემოკრატიული, ნამდვილად მართალი სახელმწიფოსთვის ბრძოლა და არა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა. იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გადარჩეს, რეჟიმი უნდა გადადგეს. იმისთვის, რომ ქართველობა, ქართული, ანუ ევროპული იდენტობა შევინარჩუნოთ, რეჟიმი უნდა გადადგეს. იმისთვის, რომ ძალა დავიბრუნოთ და თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ, რეჟიმი უნდა გადადგეს. იმისთვის, რომ სამართლიანობა დამყარდეს, პოლიტიკური დევნა და სინდისზე ძალადობა შეწყდეს, რეჟიმი უნდა გადადგეს. აქ უკან შიმშილობენ ჩვენი თანამოქალაქეები. მე მინდა მათ ბოდიში მომუხადო, იმიტომ რომ რასაც ახლა ვიტყვი, მათთან არ შემეთანხმებია, მაგრამ ჩვენ ეს ხალხი გვჭირდება ჯანმრთელები, ჩვენთან ერთად ბრძოლაში. ამიტომ მე ჩვენ პირადი თხოვნა მინდა გადავწე მათ, რომ ჩვენ გავიგეთ მათი სათქმელი. ეს მთავრობა, ეს პარტია ამას ვერ გაიგებს. ამიტომ მინდა ვთხოვო, გამოვიდნენ ამ შიმშილობის რეჟიმიდან და დადგნენ ჩვენთან ერთად ამ ბრძოლაში. ჩვენისნაირ გვჭირდება ჯანმრთელები, ძლიერები და ბრძოლის უნარიანები. რუსთაველის გამზირზე შეუჩერებელი უწყვეტი პროტესტის 370 დღე არის ისევ ძალზე და ეს ხალხი არ აპირებს სახში შეცვლას სანამ საქართველოს არ დაიბრუნებს ქართული ხალხი. არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელიმე კოალიცია, რომელიმე ორგანიზაცია, არამედ საქართველოს მოქალაქე. ეს დღე არ არის შოუს. თუმცა ჩვენი ზად უნდა ვიყოთ ბრძოლისთვის იმდენ ხანს, რამდენი ხანით საჭირო იქნება გამარჯვება. ამ პროტესტმა დაბადა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სლოგანი, სიტყვა, რომელიც გვაერთიანებს თითოეულ ჩვენგანს. ბოლომდე მასშტაბური საპროტესტო მარში თბილისში 2 სხვადასხვა ადგილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეები თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობასთან შეიკრიბნენ. შემდეგ კი პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს.
მარშის დროს მსვლელობის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი მთლიანად ჰქონდათ დაკავებული. მსვლელობაში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად სინდისის პატიმრების მშობლებიც იღებდნენ მონაწილეობას. ქუჩაში მსვლელობის დროს პროტესტის მონაწილეების მხრიდან სხვადასხვა შეძახილები ისმოდა. მოგვიანებით თესეუდან და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული მარში ფილარმონიასთან გაერთიანდა. ორი მარშის გაერთიანების შემდეგ მოქალაქეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ. მასშტაბური დემონსტრაცია რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ დასრულდა.